შვიდობა ყველას, ძმებოდებო, უფალმა გაკურთხოთ. ცოტა საღამოა ამ დილას მინდოდა, მაგრამ მაინც ვიტყვით ჩემს სათქმელს. დღეს არის სამშაბათი. შეიძლება თქვენ ეს დღე არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩვენ პატარა ჯგუფი ვყავს. ჩათი გვაქვს ჯგუფი და იქ ამ ჯგუფის წევრები მოვილაპარაკეთ, შევხვდით და კვირაში 2 დღე მარხულობთ. ერთ დღეს სამშაბათს მარხულობთ ჩვენს ოჯახის წევრებზე, შვილებზე, მეუღლეზე, ნათესავებზე, ნუ ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით ოჯახის წევრებზე არის ყურადღება გამახვილებული გულის, სურვილის, შუამდგომლობა, ლოცვა. ვინც მორწმუნე არის ოჯახში, უფალმა გაამაგროს, განამტკიცოს მისცეს უფალმა მას გამოცხადების და სიბრძნის სული, როგორც პავლე მოციქული ამბობს თავის სიტყვაში, ასეთი ლოცვით სულიწმიდამ ჩაწერა ეს ლოცვა. ხო და ასე ლოცულობდა მოციქული პავლე და ჩვენც რომ ვილოცოთ, უკეთესი იქნება. სახარებისეული ლოცვა გამოდის. ვინც არ არის ოჯახის წევრები, ახლობლები, ჩვენი ოჯახის წევრები, ვინც არ არიან უფალთან შეერთებული, მონანიებულნი, ვინცაც უფალი ქრისტე არ ყავს გულში, რომ ვიშუამდგომლოთ, რომ ღმერთმა გაუხსნას მათ გულის თვალები, რომ დაინახონ რა მსიდიდე მოწოდება არის ღმერთისა ამ ადამიანების მიმართ. სამშაბათს გვაქვს ლოცვა მარხვა. პარასკევსაც გვაქვს მეორე დღე, მაგრამ ეს არის ნებაყოფლობითი. არავის არ არის ვალდებული, გინდა თუ არა, მაგრამ სადღაც ვალდებული არიან მორწმუნეები, რომ ვილოცოთ. ლოცვა ყველა შეუძლია. შეიძლება მარხვით ან სიტუაცია მარმიდან, ან ჯანმრთელობამ ხელი არ შეგიწყო, მაგრამ ლოცვას დაწოლითა შეუძლია კაცი ლოცოს. ლოცულობთ, მარხულობთ პარასკევობით, ჩვენი პატარა ჯგუფი ეკლესიებზე, რომ გამოღვიძება მოვიდეს ჩვენშიც და ეკლესიაშიც. ლოცულობთ ჩვენს ხუცესებზე, ლოცულობთ ქადაგებლებზე, რომ ღმერთმა გაამაგრონ, გააძლიერონ. თვით მოციქული პავლე ამბობს, ჩემთვის ილოცეთო, რომ მე გაბედულად ვახარო ღმერთის სიტყვა. თუ პავლე მოციქული საჭიროებდა ამოდგომას, შუამდგომლობას, თუ პავლე ითხოვდა ლოცვას, ვის შეუძლია რომ არა ჩემთვის არ ელოცოთ, მე ყველაფერი რიგზე მას, everything okay, ყველაფერი კარგად არის. არა, თუ პავლე საჭიროებდა ლოცვა და ამოდგომას, მით უმეტეს ყველა თითოეული ჩვენთაგანი საჭიროებთ ერთმანეთისაგან ლოცვებს და შუამდგომლობას. კიდე ერთი რამ მინდა გამახსენდა, ერთხელ მოვისმინე საშინელი ამბავი ერთ ეკლესიაში. გამოვიდა ხუცესი და თქვა, ჩვენო მარხვა დავმარხეთო. იგი ჩვენთან არ მარხულობთ, თუ ჩვენ რელიგიას გადავაბიჯეთ და ეს არასწორი. მარხვა კი არ დავმარხეთ, თუ ასე არის. სატანამ დამარხა. იმიტომ რომ მარხვა ეს თელ ბიბლიაში ყველგან არის მოცემული. ყველანი ღვთის ჭურჭლები, ღვთის მსახურები, ღმერთის კაცები ყველანი მარხულობდნენ და ლოცულობდნენ, რა თქმა უნდა. მარხვა ეს არის მარტო არა შიმშილობა და დიეტა ან შიმშილობა. მარხვა ეს არის გაძრეელებული ლოცვა, როგორც ჩემი გამალიელი, то есть ისი მოწაფეც ვარ. რა თქმა უნდა, ჩვენ იესოს მოწაფეები ვართ. სულიწმინდა ჩვენი მასწავლებელი, მაგრამ იგივე სულიწმინდამ დააყენაო წერია ეკლესიაში მასწავლებლები. თუ სულიწმინდისგან დაყენებულ მასწავლებელს შენ მოусმენ, მაშინ ეს იგივეა, რომ შენ სულიწმინდას უსმენ. იმიტომ რომ თუ სულიწმინდამ დააყენა, ესე იგი სულიწმინდისგან შენ ღებულობ იმ სწავლებას და იმ მოძღვრებას, რომელიც არის იესო ქრისტეს მოძღვრება. დერეკვინს ასე თქვა, ასეა რუსულად. Post это есть отказ пищи ради духовных целей. სულიერი მიზნებისათვის უარს ამბობ შენ საჭმელზე,
ხო და მთელი ყურადღება გადაგაქვს ღმერთის სიტყვისადმი, ლოცვისადმი, მთელი კონცენტრირება მიდის ღმერთთან და შენი სათხოვრის მიმართ დგეხარ მის წინაშე და ასევე თუ საჭიროება მოითხოვს სიკეთის გაკეთება, დახმარება, ამოდგომა, ყველაფერი შედის აქ. და ეს ძალიან კარგად ჩანს ესაიას 53 თავში, მთლიანი თავი არის დათმობილი თუ როგორი მარხვა სასურველია ღმერთისათვის. თვითონ ღმერთი ამბობს, აი მარხვა, რომელიც მე მოვიწონე, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლია წაიკითხოთ ესაიას 53 თავი, მთლიანად. ეს არა ერთი და ორი მუხლი, ეს მთლიანი თავი არის. უკაცრავად და მე მინდა რამოდენიმე ადგილი ჩემით მოვიყვანო ადგილები, ალბათ თქვენს გახსოვთ, ან და მაგალითად მათეს სახარებაში რო არის მეოთხე თავში, როცა იესო მოინათლა წყალში და გადმოვიდა სულიწმინდა მასზედ, სად წაიყვანა სულიწმინდა იესო. ის არ წაუყვანია სინაგოგაში, ან და სადღაც საქადაგებლად, სულიწმინდა მაიყვანა იესო და უდაბნოში წაიყვანა, რომ ემარხულა. და 40 დღე იმარხულა უფალმა, როგორც ყველამ ვიცით. ასევე იესოს სწავლებაში არის მოცემული მე-6 თავში. იესომ პირველად ამბობს, როცა შენ ლოცულობ. შედი შენს ოთახში. დაფაროში ილოცე. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფაროში, მოგიზღავს შენ. აქ იმდენი რაღაცები მარგალიტებია, რომ ღმერთი დაფაროში გვიყურებს. როცა კაცი უკაცრავად და პაკაზუხობად აკეთებს, პაკაზუხური ლოცვა, პაკაზუხური მარხვა, პაკაზუხური დახმარება, როგორც ხედავთ ჩვენ, ძალიან ხშირად. რა თქმა უნდა, არ დაიმალება სიკეთე. ვიღაცა იტყვის, გამოვლინდება, არ დაიფარება, როგორც ცოდვა არ დაიფარება, სიკეთე არ დაიფარება. და ნუ იჩქარებ. სიკეთე გავაკეთებ და ყველგანო გავრცელებ. ის ილაპარაკებს, ვისაც სიკეთე გავუკეთე, ის იტყვის. მაგრამ ბევრს ძალიან ეჩქარება ქებადიდება და უანისემა და ამიტომ ვერ ითმენენ და აპიარებენ, მაგრამ იესომ თქვა, როცა მოწყალებას იქ, შენმა მარჯვენა მარისოდეს, რას იქ შენი მარცხენა. როცა ლოცულობ, ნუ ლოცულობ ფარისევლებით, რომ ყველამ გნახონ, რომ რა მაგარი სულიერი ხარ. დაფაროში ილოცე, შედი შენს ოთახში. ასევე იესომ თქვა, როცა შენ მარხულობ, წაისხე ზეთი და ეს მოწესრიგდი, ნუ ხარო დამწუხრებული, ისა მოდუნებული, რომ ხალხს აჩვენე, რომ აი ძლივს დავდივარ, შიმშილში ვარ, არ მიჭამია. მარხულო ბოლო. იესომ თქვა, უკვე თქვენ უკვე მიიღეთო. ანდა ჩვენებურად ლაიქი. სა, კარგად იღავი. იესომ თქვა, შენ უკვე მიიღე, რა გირებს ჩემგან? თუ ჩემგან ეძებ, არავის არ ანახო. ჩემ წინაშე ილოცე და იმარხულე. და იესოს სწავლებაში ეს იყო. როცა თქვენ ლოცულობთ, ასევე როცა თქვენ მარხულობთ. და თუ გახსოვთ კიდე ერთი მომენტი, როცა მამამ შეყრობილი ბიჭი მოუყვანა მოწაფეებს და მოწაფეებმა ვერ განდევნეს. და როცა მთიდან ჩამოვიდა იესო, საყვედურა. რატო ვერ განდევნეთ? არა, მამამ საყვედურა, აი მოუყვანე ჩემი ვაჟიო შენს მოწაფეებს, მათ ვერ გადევნეს, რომ მისგან ბოროტეს სული. იესომ განდევნა და მე უსაყვედურა, როდემდის ვიქნებითო თქვენ, როდემდის ვიქნებიო თქვენთან. უღმართო მოდგმევ. და უთხრეს, რატომ ვერ გამდევნეთ? თქვენი მცირეწვენის გამო. ამიტომ იესომ თქვა, ეს მოდგმა განიდევნება ლოცვით და მარხვით. ზოგი ამბობს, ეს ბოროტსულებზე არის ლაპარაკი, ზოგი ამბობს, ეს ურწმუნოებაზე არის ლაპარაკი. კაკაი რაზნიცა, რაც არ უნდა იყოს, ეს ხომ წამალია. თუნდაც ბოროტსული იყო და თუნდაც ურწმუნოება იყოს. ერთმანეთზე უარესია ორივე.
ურწმუნოებას და ბოროტის სულის. მაგრამ ამას წინააღმდეგ არსებობს საშუალება, რომელსაც ქვია ლოცვა მარხვა. ეხლა ერთ შეკითხვას დაგისვამდით, ღმერთმა გაშოროთ. შეიძლება იყო მაგალითად ეშმაკი და ანდა აი ეშმაკმა გაიგონა რომ იესომ ეს სიტყვები თქვა. ეს პრობლემა, რომელიც ძალიან აწყობს სატანას განიდევნება ლოცვით და მარხვით. რას გააკეთებდა სატანა? რა თქმა უნდა, აი ორ საშუალებას ეცდებოდა ძირი გამოითხარა ლოცვისთვის და მარხვისთვის. დღეს ლოცვაც არის არა ცოცხალი, არა ნორმალური, არა ჯანსაღი. ვიღაცას ლოცვა მიაჩნია, ვიღაცის წმინდანის ბუდბუდი დირი კითხულობს რაღაცას. ვიღაცას იმდროს უჭირდა რაღაცა და იმან დაწერა და იმას დღემდე კითხულობს. დირი აქეთ იყურება. აზრები დაფრენავს სადღაც. ვიღაცის წმინდანის ლოცვას ლაპარაკობს. ლოცვა არის ეს შენი გულის წუხილი, რომელსაც შენ მთელი გულით უხსნი ღმერთს. შენი ურთიერთობა, შენი სიხარული, შენი გაჭირვება, შენი კონტაქტია ღმერთთან, ურთიერთობა. ესა ლოცვა. და ლოცვას დღეს მაჯიქური რაღაცა გადაასხეს. აი ლოცვა. აბრაგადაბრას გავს. არა, ლოცვა ეს არის ჩვეულებრივი ღმერთთან ლაპარაკი. ხოდა აი ზუსტად ეშმაკმა რო გაიგონა იესომ თქვა ეს მოდგმა განიდენება ლოცვით და მარხვით, ის ბრძენია სულელი არ არის. იესომ თქვა იყავით ბრძენი როგორც გველი და უბრალო როგორც მტრედი. სულიწმინდა ეს უბრალო პიროვნება, ის არა სულიწმინდა ამაყი გამგენძილი, ის არის უფალი ღმერთი და მისი ატრიბუტი ერთ-ერთი არის უბრალოება. ხოლო სატანა ამაყიც არის და ბრძენიც. ის სიბრძნე არ წაურთვია ღმერთს მისთვის. ხო და ამიტომაც თუ ჩვენ მოვტვინავთ და გავიგებთ და მივხვდებით და ესე იგი მე ამით მომერევი შენ და თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმას, იმანაც ის გააკეთა. ზუსტად ლოცვას და მარხვაზე წინააღმდეგობა აღადგინა და ბევრ მორწმუნეებში ჩაახშო, ჩააქრო, მოკლედ გაუბრალოვა. მარხვას რაღაცა დაარქვა შიმშილობა, ლოცვას რაღაც ზედაპირული ბუდბუტი და არადა ეს უნდა მორწმუნეს, ლოცვას და მარხვას. ოღონდ სწორად. ლოცვა არის ღმერთთან ლაპარაკი. მარხვა არის გაძლიერებული ლოცვა. რაღაცაზე შენს უარს ამბობ, რაღაცა გამორიცხე, ზოგი მარხულობს დილიდან სიჩასუნდე საღამომდე, ვიღაცა დილიდან მეორე დილამდე, ვიღაცა 3 დღეს, 5 დღეს, 10 დღეს, 20 დღეს, 40 დღეს. ჩვენთან არის ერთი ძმა. არაფერი დასამალი არ არის, პირიქით იდება უფალს. ეგება ვინმეს გოგნიათ რომ ვიგონებ. ლადო კირია, ჩვენ ვეძახეს მას დავითის მეორე სახელი. ეკლესიური დავითი, ლადო კირიას სუგდიდიდან რამოდენიმე ჯერ იმარხულა მან 40 დღე. ოღონდ წყლით. მე ვიცი ხალხი ნახულებენ ერთმა გოგონა მას იმარხულა ზუგდიდში 20 დღე უაშლით, 20 დღე მარტო წყლით. არც მომკვდარა, არც არაფერი დღემდე ცოცხალია. ის ჩვენი ლადო კირიაც ჩვენთან არის აქ. ძალიან საღლამათი, ჯანმრთელია. რამოდენ არ მახსოვს 3 ჯერ თუ 4 ჯერ იმარხ, იმიტომ კი არა რომ უნდა იმარხულა. სურვილი მოეცა. მოუნდა. მოინდომა დაიწყო და გამოვიდა. ღმერთმა აკურთხეს. ხო და მე ალაპარაკობ გრძელ მარხვებზე, უბრალოდ ჩვეულებრივად. კვირაში 2 დღე მაინც რომ იმარხულოს მორწმუნე, ეს არის
სულისთვისაც სასარგებლო და სხეულისთვისაც. როცა ჩვენ მარხულობთ, ავტომატურად ჩვენ ვაკეთებთ მარხულობთ უფლის წინაშე და მეორედ სხეულიც იწმინდება ყოველგვარი შლაკებისგან, ყოველგვარი ინფექციებისგან, ყოველგვარი ზედმეტისგან. სხეულსაც ვასვენებთ საწყალს, ხო და ყველა მხრიდან არის სასარგებლო. და ორი ადგილი მინდა მარტო წავიკითხო. მოციქულების თუ არც კი მოციქულთა საქმის მე-13 თავში წერია, რომ როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ, ლოცულობდნენ და მარხულობდნენ, სულიწმინდა მუთხრა გამომიყავით მე პავლე და ბარნაბა იმ საქმეზე, რომელზედაც მეც მათ მოუწოდე. მოციქულები მარხულობდნენ. კი, მოციქულები მარხულობდნენ. რატომ ამბობ? იმიტომ რომ ბევრი ამბობს რომ მარხვა უკვე არ არის. იესო რო ამაღდა და სულიწმინდა გადმოვიდა, სახარება დაიწერა, მერე არ მარხულობენ. არ არის ის ასე. სანამ ეკლესია არის, სანამ სულიწმინდა არის ეკლესიაში და სანამ იესო მოვა და ეკლესია აქ არის, ეკლესიის წევრები, ღმერთის შვილები ილოცებენ და იმარხულებენ. ვისაც არ უნდა, არ უნდა. არავინ არის დამძალებელი. ის კი არა ღმერთი მონანიებასაც არავის არ აძალებს. თუ კაც უნდა მოინანიოს, უფალი მიიღებს. უფალი ამბობს, ვისაც წყურია. ეხლა ყველამ თქვენ გინდა თუ არა, აქეთ მოდით ჩემთან არ უძღვე იესოს. ვისაც წყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს. პავლე მოციქული მარხულობდა, მან ორჯერ იხმარა ეს სიტყვა, მარხვა და მარხვები. ხომ უნდა მივბაძოთ იესო ქრისტეს და ყველაზე დიდი იესო ქრისტეს და ყველაზე ნაკლები პავლე მოციქულს. პავლე მოციქული ამბობს მეორე კორინთელთა 6:5. აქ ჩემს ეზოში ვარ და შეიძლება ხმები გესმოდეთ აქ. ეზობლები ალბათ ახალგაზრდები გამოვიდნენ. მეორე კორინთელთა 6:5 აქ წერია. პავლე ლაპარაკობს რა და რა გაჭირებას გადიოდა. ექვსის 5 ახლა მოდი წავიკითხავ რამოდენიმეს. პავლე ამბობს, ყველაფერში წარმოვდგებით როგორც ღმერთის მსახურნი. რაში? პირველი. დიდ მოთმინებაში კი არა, დიდ მოთმინებაში, ჭირში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, დარტყმებში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, ხასოსო მარხვაში, სიწმინდეში, შემეცნებაში, სახიერებაში, სულიწმიდაში და უანგარო სიყვარულში, უანგარო ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, სიმართლის იარაღით მარჯვენასა და მარცხენაში, დიდებასა და სირცხულში, გმობით და ქებით, ვიცომთ მაცდურნი. აუცილებლად დაგეძახებენ მაცდურს. თუ არ დაგეძახეს, შენ რაღაც იზახარ კამელეონი, ყოველას რო ასიამოვნებ. იესომ თქვა, ვაი თქვენ თუ ყველანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე. ვითომ მაცდურნი, მაგრამ მაინც ჭეშმარიტი. ვითომ უცნობი, მაგრამ ცნობილნი. ვითომ მომაკვდავნი, დაი ჩვენ ცოცხლები ვართ. ვითომ დაჟილნი, მაგრამ არ გვდებით. ვითომ წუხარენი, მაგრამ მუდამ ხიარულობთ. ჰალელუია. დიდება იესოს. ვითომ ხატაკნი, მაგრამ ბევრს ვამდიდრებთ. როგორც არაფრის მქონენი, მაგრამ ყველაფერს ფლობთ. ეხლა ეს წაიკითხოს ვიღაცამ შეეშინდება ეგეთ მორწმუნეს. რას ვიგაცო? დარტყმაში, საპყრობილეებში, ჭირში, გაჭირვებაში. სადა ეს ბლაგასლავენიე? იზაბილიე. ელშადაი. ეს სულშიცა, ხორცი და ყველგანაა ეს. პავლე ამბობს, მარხვაშია. პავლე მარხულობდა, მოციქულები მარხულობდნენ და მეორე ადგილი. ახაც იმას ამბობს. ეხლა მეორე კორინთელთა მე-11 თავის 27 მუხლი, მაგრამ
წავიკითხავ 23-დან. კითხვა სვამს, ქრისტეს მსახურნი არიან ვიღაცებს? უგუნურებით ვამბობ, მე უფრო მეტად. როგორ უფრო მეტად? და პავლე იწყებს. უფრო მეტად შრომაში. უფრო მეტად ტანჯვაში. უფრო მეტად საპყრობილეებში. მრავალგზის სიკვდილის პირას. 5 ჯერ მივიღე იუდეველთაგან 40-ით ერთით ნაკლები დარტყმა, то есть 39. აი ასე მოხდა იესოსაც. 3 ჯერ ჯოხებით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს, 3 ჯერ გემის დამსხვრევა განვიცადე. ღამე და დღე ძის სიღრმეებში დავყავი. მრავალჯერ მოგზაურობაში, განსაცდელში, დინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატოლმელთაგან, განსაცდელში წარმართაგან, განსაცდელში ქალაქში, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის, შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ სიფხიზლეებში, შიმშილსა და წყურვილში, ეს ალკე ხშირ მარხულობაში, მარხვა, ყინვასა და სისიშვლის. დღეს რომ მკითხო მორწმუნეს, გინდა ამისანა ცხოვრება? არა, რა უთხრე, გინდა პავლესავით ცხებული მქადაგებელი იყო. ყველას უნდა. მაგრამ ხარბზად პავლესავით ცხოვრება მოგიხდეს. რა ამბავში იყო ეს კაცი. ეს იმ ხადაგებლებს რო აჩვენო, აი შენ ყოველთვის კურთხეული იქნები, ყოველთვის მაღლა ხარ, კუდი კი არა, თავი ხარ, წყევლა კი არა, სიბნელე კი არა, სინათლე ხარ, შენ უნდა ყოველთვის იყო ჯანმრთელი, რა თქმა უნდა იყო ჯანმრთელი, შენ უნდა ყოველთვის იყო მდიდარი და თუ არ ყოფნის და გაჭირვებაში ხარ, შენ წყევლის ქვეშ ხარ, დამსხვრიე წყევლა, რა არის ახლა, მამაციგული პავლე წყევლის ქვეშ იყო? პავლე კურთხელი რო იყო, არც ერთი თქვენ არ ხარ და არც ჩვენ. ასე რომ ნუ ვართ იმ ცალმხრივი მქადაგებლები. დაუკვირდით. მეორე კორინთიელთა მე-6 თავი და მე-11 თავი. პავლე თავის ავზე ამბობდა თავის სიტუაციაზე. მისი ცხოვრება ეს. ასე რომ პავლე მარხულობდა. ვიმარხულოთ. დათქვით. დაიწყე. მოინდომი. შენს ოჯახის წევრებზე თუ არ იმარხული და არ ილოცე, ვინ ილოცებს და ვიმარხულებს მას? შენ გული თუ არ ტკივა და თუ არ წუხ, ვინს შეუწუხდება და აუტკივდება ეს გული? შენ თუ არ ენერვიულებ? ღმერთმა შეიყვარა ქვეყნიერება და თავისი ძე გასცა. შენს რამდენად გიყვარს შენი ოჯახი, იმდენად გაეცი შენი თავი. იყავი მაგალითი. ელაპარაკი, ილოცე, იმარხული. მუხლებზე მაზოლები მაინც, ცოტა მაზოლი მაინც კონდეს გასა. ასე რომ არჩევანი თქვენზეა. სანამ დრო არის, სანამ კიდევ ცოცხლები ვარ, სანამ შეგვიძლია ლაპარაკი, ლოცვა, შუამდგომლობა. ამოუდგეთ ჩვენ ოჯახის წევრებს, მორწმუნეები არიან თუ ურწმუნეები არიან, ამას ღმერთი ხედავს. ღმერთი დაგვეხმარება. ხო წერია იქ იესომ შეხედაო ხაცა შეეცოდაო ისინი. ისე უპატრონო, უმწყემსო რო იყვნენო. შენც უნდა შეგეცოდოს. ჩვენში ასე უნდა იყოს ის გრძნობები, ქრისტეს გრძნობები, ასე არის სახარებაში. ჩუსტოვანი ქრისტობა, ქრისტეს გრძნობები უნდა იყოს. შეიძლება სამშაბათი არ იყოს, ორშაბათი იყოს, შეიძლება ოთხშაბათი ამაში. ანდა რომელიღაცა დღე კვირაში ნიუჟელი ერთ დღეს ვერ მოძებნი შენი ოჯახისათვის. მე მოგიწოდებით ილოცეთ და იმარხულეთ. ნუ ფიქრობთ რომ მარხვა არ არის. თუ მოდაში არ არის, ჩვენ მოდას არ მივყვებით. ჩვენ მივყვებით მოციქულ და მოძღვრებებს, სახარებას. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და გიყვარდესო შენი მოყვასი, როგორც თავი შენი. მაგრამ მანამდე ამბობს იესო, გიყვარდეს ღმერთი შენი. ესე იგი, ვისაც ღმერთი უყვარს, იმას მოყვასის უყვარს. და თუ უყვარს, ეს გამოჩნდება ჟერტვენოს, აი თავის განწირვაში. თავის განწირვა და სიკვდილს არავინ არ გთხოვს. ის რაღაცა
ერთი დღე იმარხული, არ ჭამო, დიდი ამბავი. პირიქით უფრო საუკეთესოა რა, ორგანიზმი მოასვენებს საწყალს 24 საათი რომ მუშაობს. ასე რომ აბა ჰედა აბა ხო, მომავალ შეხვედრამდე, უფალმა გაკურთხოთ. იცოდეთ, მარხვა არ დამარხოთ.